ყურანზე ვლაპარაკობდი და ყურანშივე ისა უკეთესია მუჰამედზე თქო კაცო. გეტყვი მაგაზეს ვინ უფრო უკეთესია და ვინ არა მაგაზეს მოგახსენებ 200 წელი გიკითხავ ყურანიდან. ისე ყურანის მიხედვით ისა სად არის? უცებ რომ ითხრა. მკვდარია. ისა მკვდარია? შენ ყურანი არიცი ძმა. შენ ძმა ყურანი არიცი. მოიცა ეხლა და გიბი ისა მკვდარი როგორ არის ისა არ მომკვდარა გოჩა. რასი და ყურანის მიხედვით მკვდარია. რასი გოჩა. მაგას გვედავებით რომ მაგას არ მოკვდა მესამე სულის 40 ნეო ეხლა მარიცის ბექას გასაგებია რომ ამან არის მესამე სულის 55 გადაშალა საწერია რომ მესამე სული კი ბატონო გადაშალა და გეტყვი ეხლა და გიქიცე მაგას ყურანის მიხედვით შენ ვიცი რომ არ დამეთანხმები მაგრამ ყურანის მიხედვით ვალდებული ვარ დაგიმკისო ხო ყურანის მიხედვით ცოცხლა დაიტაცა ღმერთმა წაში დაიტაცა თავის არა თავის ეხლა რასაც ეხლა ამბობ აი აქვე დაგიმკისებთ ორივეს რა პრობლემაა ხო მე ეგეც უნდა აგვიხსნა რა როგორ აიტაცა ცოცხლა რა პრობლემაა მე კი არა აეთები აგიხსნის მე ჰაერში არ ვლაპარაკობ ცოტა კაი რაღაც ვაფშე ზოგადად ისლამის პოზიცია ეგ იყო რომ ქრისტე არასდროს მომკვდარა და ტყუილში გვადანაშაულა ისლამის პოზიცია არა აი წეღან ვინც ჩაგერთო აი წავიკითხო ბატონო ეხავე 3:45-ს გავხსნი ეხავე მოიცა წაგიკითხავ ბექა და მითხარ შენი ბექა კი არა გოჩა და მითხარ შენი არგუმენტი უთხრა ალაჰმა ჰე ისა მე მიგიბარებ შენ და ჩემთან აღამაღლებ გიხსნი ურწმუნოთაგან და გაგათავისუფლებ მათგან ხოლო რომელნი ჩემ მოყვებოდნენ აღმატებულს ყოფ წარღვნამდე ურწმუნოთა წინაშე მე ჩემ და მოიქეც თქვენ და მე გამშვიდობ აი ეგ სიტყვა მიგიბარებ რო წაიკითხე არის მოგაკვდინებ და აღამაღლებ არ დაეთანხმები ნახე არაბული მე არა მომისმინე მე მას არაბულის ცოდნებთან საქმე არაბულის ცოდნები მასე გამაკეთე ეხლა მეორე არგუმენტი კაი მაგას რახან არიჯერებ მეორე არგუმენტი მარიამ სურის მე-15 გადაშალე მოიცა ეს თვითი დავაზუსტებ იაჰიაზე და ისაზეა საუბარი ნახე 19 სურა მე ინტერესებს გოჩა ერთი წამი აი სანამ მაგას გავხსნი კითხვა მაქვს შენთან ეხლა კონტექსტში მესამე თავზე ატაცებაზე როცა იყო საუბარი კონტექსტი რა არის მესამე თავზე ატაცება სადნახე არა ეხლა მესამე თავის 55 მუხლი რო წამაკითხე სანამ ალაჰი ეტყოდა იესოს ამ სიტყვებს ისას მაქამდე კონტექსტი რა არის რა ხდებოდა მაქამდე ნისასურის 157-ში წერია არა 157 არ მოუკლავთ იგი ანუ იმათ არამედ ალაჰმა დაიცვა მათგან ანუ ალაჰმა ერთ წამი ნახე რა მაინტერესებს ნახე რას გეკითხები მესამე თავში ანუ რა ხდება რა მოვლენები მიდის ანუ სხვადასხვამაც რო გაიგო რა ხდება ალაჰი ისას იცავს მტრებისგან კლავს და აამაღლებს ხალხისგან და მისიდან აამაღლებს რა ნებისმიერ სული მასე მიდის ალბათ არცად არ წერია ნუ ეგ ისლამური სწავლება არ არის ძმაო შერასაც გოჩა ეხა ხო ახსენე მომისმინე მე ისლამური სწავლება არის ყურანში წერია რომ მე მოგაკვდინებ შენ და აგამაღლებ არ წერია მოგაკვდინებ არ წერია სიტყვა მოგაკვდინებ იქ არ წერია მართლა არ წერია ნახე გოჩა მაგაზე განვიხილოთ მე არაბულს გავხსნი და აი ჩემი ზმაკაც თუ არ შემოსული არაბული პირველი ენა მაგის და მარიამ სურის მე-15 გადაშალი მე-15 არა ნახე მე მეოთხე თავის 157 მუხლებში რა წერია ყურანში რა წერია წამიკითხე მოკლესო წერია წამიკითხე არა რა წერია თქვი პირდაპირ არ მოუკლავთ იგი არამედ ალაჰმა აღამაღლა არ მოუკლავთ ხო არ მოუკლავთ იმათ არ მოუკლავთ ანუ ალაჰმა იმათ არ მოაკლებს ალაჰმა რა უკრა სიტყვით წამიკითხე 157 სიტყვით ახლა უნდა გავშალო მაშინ გადავშალო მიდი აიკითხე შენ ხო გაქვს ამიკითხე შენ თვითონ მინდა რომ შენ თვითონ წამიკითხო ახლა ვე დამაცადე ოთხის 157 დამათი სიტყვებიდან ნახე ალაჰი აქ ციტირებს უეჭველად 4:157 უეჭველად ჩვენ მოვკალით მესიჰი ღისა ძე მარიამისა შუამავალი ალაჰისა და არ მოუკლავთ იგი არ გაუკრავთ მაგრამ მოეჩვენათ და უეჭველად რომელიც ვერ თანხმდებიან მასში ამის გამო ეჭვში არიან არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე მხოლოდ ვარაუდს მიყვებიან და არ მოუკლავთ ნამდვილად იგი ეს აიათი ნიშნავს რომ არ მოუკლავთ არ მომკვდარა კი არა არ მოუკლავთ კი ბატონო ეხლა გადაშალე
მე-3:55 ალაჰი ეუბნება რომ მე მოგაკვდინებ და აგამაღლებო. თუ ესეც არ გჯერა, მარიამ მე-15 მოგაკვდინება არ გადაშალა. წერია. მარიამ მოგაკვდინება არ წერია. კაი, მარიამ მე-15 გადაშალა. მეო, ეხლა ვიცი რომ მაგის მიღება შენთვის ძნელია, მაგრამ მე-19-ს მე-15 გადაშალა. ნახე, ჯერ ჩემთვის მიღება ძნელია არ გეუბნები, გადავშჩი მაგას, მაგრამ ნახე რას გეუბნები. ამ შემთხვევაში ნახე როგორი რაღაც გამოდის, ეხლა რაც წავიკითხეთ. ანუ კონკრეტულ ადამიანებს ეგონათ რეალურად რომ იესო ჯვარზე მოკლეს, ხო ასე? და რეალურად არ მოკლათ, ანუ ალაჰმა მოატყუა ეს ადამიანები, ანუ შეცდომას შეიყვანა რომ იესო რეალურად ჯვარზე მოკვდა, ხო ასე? მერე იესო რომ ჯვარზე მოკვდა, აქედან გამომდინარე წარმოიშვა რწმენა და უამრავი ადამიანი არის ამ რელიგიის მიმდევარი და ეს ყველაფერი გამოიწვია იმან რომ ალაჰმა მოატყუა კონკრეტული ადამიანები რომ რეალურად იესო ჯვარზე იცვა, მაგრამ რეალურად არ იცვა. ხო ასე, ეს არის შენი ლოგიკა. მოხდა ზუსტად ის არის აღწერილი. რელიგია ნახე რას ამბობს. ალაჰმა კონკრეტული ადამიანების შეცდომას შეიყვანა, მოატყუა რომ რეალურად იესო ჯვარს ეცვა, მაგრამ რეალურად ის აბას აწერია მოატყუან შეცდომაში შეიყვანა. აი, კი ბატონო, გეტყვი 3:55-ში წერია რომ ალაჰმა მოაჩვენა მათ რომ იგი ჯვარს ეცვა, მაგრამ რეალურად ჯვარს 3:55-ში არ წერია 4:55-ში წერია. ოღონდ შენ რო ამბობ ისე არა, ნახე არ მოუკლავთ იგი, არამედ მოეჩვენათ. ალაჰმა მოატყუა, ალაჰმა შეცდომაში შეიყვანა კი არ წერია. ყურანში პირდაპირ კი წერია გოჩა რომ ალაჰი არის ყველაზე დიდი მართლმსტუნებელი მართლმსტუნებლების შორის. მეტი რა გავთქვა. საწერია, აბა საწერია, მართლმსტუნებელი საწერია. ბეკა სანამ აიაც ნახავ. ხეირუ მაკარიმ პირდაპირ მაგას ნიშნავს. Greatest of მაგას ნახავ, ნეო. მე-19-ს მე-15 გადაშალი ახლა დავასრულოთ საკითხი. მე-19-ს მე-15 კი ბატონო გადავშ. თუ მინდა შენ წამიკითხე მიჭედო ცოტა ინტერნეტი და მოიცა მაშინ. ეხლა დავიწყოთ. დამშვიდობა მას დღეს როცა დაიბადა, ეს არის იაჰიაზე საუბარი, იცოდი აქ პირველ რიგში. ვიზე საუბარი? დამშვიდობა იაჰიაზე. დამშვიდობა მას დღეს როცა დაიბადა, დღეს როცა მოკვდა და დღეს როცა ცოცხალი აღსდგება. სამი მდგომარეობა ხო გვაქვს იაჰიას შესახებ? ვინ იაჰია ვინ არის? ისაზეა საუბარი. ყურანის არა, ნახე მე-12-დან დავიწყე. ჰეი იაჰია, აიღე წიგნი მტკიცე ჯერ კიდევ ბავშვს, ჩვენ მივმადლეთ სიბრძნე. ჩვენგან გულმოწყალება და სისპედაკე და იგი იყო ღვთისმოშიში. კეთილი მშობლებისადმი და არა ულმობელი ურჩი. დამშვიდობა მას დღეს როცა დაიბადა, შვიდობა დღეს როცა მოკვდა და როცა აღდგება. სამი მდგომარეობა ხო არის იაჰიაზე. ანუ დაბადება, მოკვდომა და მერე ხელმეორედ აღდგომა. სამი მდგომარეობა. იაჰია არის მკვდარი. ეხლა გადავშალოთ 30. იგივე სურის 30-ზე გადავიდეთ. მიუგო. აქ უკვე იესო საუბრობს. მიუთითა მისკენ, ანუ მარიამმა მიუთითა ბავშვისკენ რა, უთხრეს როგორ ველაპარაკოთ მას ჩვენ როცა იგი ჩვილია აკვანში მწოლიარე. მიუგო, უეჭველად, ანუ იესო მიუგო, უეჭველად მე ალაჰის მსახური ვარ, მე მებოძა წიგნი და დამადგინა შუამავლად. და მე დამადგინა დალოცვილი, სადაც არ უნდა ვიყო და სიცოცხლის ბოლომდე ლოცვა და ზექაათი დამავალა. და თავაზიანი ჩემი მშობელი დედისადმი, არ დავუდგენი ვარ ულმობელ მოძალადეთ. შვიდობა იმ დღეს როცა მე დავიბადე, იმ დღეს როცა მოვკვდები და იმ დღეს როცა ავდგები ცოცხალი. აქაც სამი მდგომარეობა ხო არის? ყურანის მიხედვით როგორც იაჰია არის მკვდარი, ისია იესოც მკვდარი. ორივეზე არის სამი მდგომარეობა. აიათი გეუბნება რომ მოგაკვდინებ და აგამაღლებო. მეტი რა გინდა ყურანში? ყურანის მიხედვით ეს ასეა, ვინც არ გინდა ამაზე იდაოს, ხო ვერ დაამტკიცებს. ნახე, აგოჩა არ არის პრობლემა. ეს რელიგიით ხო მესმის, მაგრამ ყურანის მიხედვით არის ასე. გოჩა არ არის პრობლემა, ეგ შენთვის არის, ჩემთვის არ არის პრობლემა, შენთვის არის პრობლემა, ეგ შენ გამოდის ურთიერთსაწინააღმდეგო, მაგრამ მაგას თავი დაანები. რატო გეუბნები ნეუჩი, წეგან ბექა მითხრა რომ შენ ყურანი არ გწოდნია, ხო მიხარი და იესოს შესახებ არ გწოდნია ყურანის შეხედულებაო, შენც ეგრე გააკეთე და მე გითხარი რომ დაგიმტკიცებ ამავე ლაივში რომ ეგრე არ არის და იმედია რომ დავამტკიცე. კი ბატონო